მეგობრებო, ჩვენი TikTok არხიც გამოიწერეთ. აი ესეთი ლოგო აქვს და იარაღის განხილვა ზურა კვანჩ აწერია, მე ქართულად იარაღის განხილვა. შემოგვიერთდით აქ პირდაპირ ჩართვების გვექნება, საინტერესო ვიდეოებიც დაიდება, ხოლო TikTok-ისთვის, ასე რომ რავი, რაც უფრო ბევრი ვიქნებით, თან გამოიწერთ და არხსაც დაეხმარებთ. აგზალს აქვია ტაისონა რა. რატო? ჯიჯგვია. ო, ჯიჯგვია, იცი რა სახტუნავს. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერბო, კაი ხალხო. და ის ჟამიც დადგა. კიცივა, მაგრამ არა უშავს. ხაშლამა გავაკეთოთ. ხაშლამაზე ლეგენდები დადის. იცი შენ? კახელმა ვეგეტარიანელებმა, იცი ვეგეტარიანელი რას ნიშნავს? კი. ვინც ხორცს არ ეჭამს. ბალახს არ ეჭამს. ვეგეტარიანები არ ეჭამენ ხორცს. და კახელმა ვეგეტარიანებმა შეკრება ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ ხაშლამა იყო მცენარე. და მაინც ეჭამეს. ხორცი მცენარეა? არა. გამოთქმებია ეგეთი რა. ხაშლამაზე იმდენი ლეგენდებია, იმდენი ეგეთი მაგარი ხაშლამა იყო, რომ გადახსნილი ვირიტი ჩამოატარესო ვილისითაო. ისა ვინც გააკეთა ხაშლამ და ხელს ესე აკეთებდაო რა. და ხალხი ტაშს უკრავდა. ხაშლამის გაკეთება უნდა იცოდეთ. ამაზე დაჭერით. და ერთ რამეს გეტყვი რა. ხაშლამა უნდა იყოს აი ესეთი ნაჭერი რა. ჯიბეში მიდევს. აი კიდე ამის თავს დაუმიზნე ბატონ დავითის. ამაზე პატარა ნაჭერებს ნუ დაჭერით რა. ცოტა დიდი კიდე შეიძლება უღოთ. სადღაც ვიყავ და აი ესე დაჭერი ხაშლარი გული გამისკდა რაღაც. ის მოხარშული ხორცი იყო. კახელებს უყვეთ ხაშლამა და მაგათია რა. ხო და კახელი ძმაკაც იმყავს და იმარ მითხა რომ იცი რომ ხელა უნდა იყოსო ისაო? ნაჭერიო? აი რომ ჩააფრინდებიო. იმანაო რა ქვია, მეორე ნაწილმაო საქოჩზე უნდა გაგითხუნოსო, გაიგე? ანუ ყვაბი უნდა აი ესე დაჭრით. აი დასროლი ტყვია მიდევს. ბატონო დავით, ოღონდ აი ამოდენას რომ აი კერდის ხორცი აიღეთ. ეს ამიწი კარგა ისაქენი დაბლა ჩამოდის. ესეც აწყურის 20-ში ვიყიდეთ ნიკოძიასთან. თბილისში ეგ მაღაზია. ის ნახე რა. Google-ში შეგიძლიათ ჩაწეროთ. ნახე როგორ მიყურებენ ბატონო დავით. ქოხში მიდი. და ის არის რა ქვია. საჭმელი მოიტანე ძაღლებს, მაგათ ხო წამოუყვეთ. ნახე. კი. აი, ეხლა ნახე შენ. სამნი არიან. ტაისონა ნახე როგორ გააქტიურდა რა ვქნათ, ისე დაუყარე რომ მუჭა დაუყარე. ჰა? მუჭა დაუყარე. ერთი მუჭაი ტაისონას აქეთ დაუყარე. ახლო არ დაუყარო. ბალახში არ ჩაყარო, მიწას დაყარო ადვილად აკრიფოს. აქ. დაყარე. ხელიდან. მიდი ეხლა იმას დაუყარე ეს ბიჭო. მოდი. მიდი. მოდი. აი მასაც დაუყარო. აი მაგას ბევრი დაუყარე რა. კაი, ორ მუჭას. მაგას ფეხი ტკივა ბიჭო, ნახე როგორ ადღეშია ფეხი რა. აუ. იმასაც დაუყარე. მოგეც. აი ბიჭო, ეს დაჭილი რომელიც არის ყველაზე მეტი მაგას დაუყარე, გაიგე? ორი მუჭა დაუყარე ამას. ой, ძაღლებს პარკი რო ავაცალე. რავი, მაგათი ნაპირალია და მაინც, რავი, ტყეში არიან. ახალი ხელთათმანები გავიკეთე. ანუ ამას დავჭრი. ოდა ნიკოძიას დავაჭერინე რა. იმითი. იახი რაღაც. ძოლები გავატეხინე და იყოს ესე არა ვანო, ესეც მოუხდება. ნუ, და კიდე ხაშლამანო 1 კილო ხორცით არ გააკეთო. მინიმუმ 2 კილო უნდა იყოს, ნუ ან 3 რა. ესეც კაი ნაჭერია. ოდა კონი უნდა კონდეს. ბატონო დავით, რა დღეში ხარ შენ მანდა? ჰა? ჰა? ნაგავიც გადავაგდი და ჩაიდანი. უსწრენ და? და გადმოვდა. აი პატარა ნაჭერი. აი ესეთი არ უნდა იყოს ხაშლამის ნაჭერი, აი. აბა ნაჭერი. არა, ნუ ეხლა ეგრე მოიხდინა რა. ოხერო ხელოსნება რო იციან, ესე რატო გააკეთეო და ეგრე მოიხდინაო. რა მოიხდინა, ნო. მოკლედ, ხორცი უნდა დაიჭრას. ო, ესეც კაი ნაჭერია,
ტაისონი არ შეჭამოს თავზე რომ დააყარა ეს საჭმელი. ტაისონი. არა. შეჭამენ ეს ძაღლები, იმიტომ რომ ტანზე აყრია ისე რა ქვია. მერე ამას ის არ მიაყოლოს ტაისონის. აი ეს არ მომწონს, ესე უნდა გადავჭრა რა. გადაჭერე. ნუ ეხლა ხანდახან ხდება ხოლმე რომ შეიძლება ესეთი ნაჭერის მოხდეს. მე არ მაგას. მერე ამის წვენსო გავაკეთებ, თათარეხლე ამის განაკეთება და აი ეს პატარა ნაჭერი შეგვიძლია იმ თათარახში გაუშვათ. მოკლედ. ხორცი მოივსარი რა ქვია, დაიჭრა. ძათარი. მე გასინჯული არ მაქვს, ხო იცი? ის რა, ხაშლა მაგაც, რასო. მარტო. მერე უნდა ოხრახუში, ხახვი და დაფნის ფოთოლი. და წვანე წიწაკა. წვანე წიწაკა, წიწაკით არ გაერთო და ეს მწარი არ გააკეთო, თორე მართლა არ იქნება კარგი და ბატონო თავით ეხლა მოიცელი შენ ამაში მე წყალი ჩაუსვა. ხო, გვინიდან ამით არ აკეთდება. ჩაუშვით, გაიცი? აჰა, მომიცი? დაგიჭერი. ბატონო, თავიყოლე, მაიც. აი მას მოკიდე ხელი. და მე აქ მეკიდება. ოზალ გაუძელი, გაიგე? დაწი, დაბლა დაწი. ყვავი დაბლა დაწი. ანუ შოინდა გადაიხე. ორადორინე გობარი ხიჯუჯა. მეტი წყალი არ უნდა. მიტაკა. ათხელი გაყინული მაგდამეტი. აი ეს. ეს. ხახვები არ დაჭრათ, მთლიანად ჩაალაგეთ. აი ესე. საინტერესო საჭმელი. ეს ციცაკ, აუ, ეს იცი რა მაგარი საჭმელია, ბატონო დავით. შეიძლება ჩვენ ქოხში შენ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვო და სამუდამოდ რაღაც თავშესაფარი. თავშესაფარია თვითონაც ის. ამ წვალის პირდაპირ აი ესე ჩავყრი. ესე და პირდაპირ დაფნის ფოთოლსაც ჩავყრი. ესე აგეღო და ჩაგეყარა მთლიანად. არა, მაგას თავის მუღამი აქვს. ეს საჭმელია, როგორ ასნიშნავ? ანუ რა აზრი გონდა, მაინც ყველაფერი არ ეგრე მაშინ იცი რა შეგიძლია იყო პირში ჩაიყარო ჩაის ფერი, მერე ჩაიყარო შაქარი და მერე მდუღარი წყალი და რა აზრი აქვს, ესე ყველაფერი აირევა ხო მუცელში. ეგრე არის, მოდი შენ დანაწამო იღე. რომელია? ჰა? ქარქაშიც? ქარქაშიც ხო არ ჩადოში ქონიანია და ეგრე წამოიღო უბრალოდ ვერ გავწმით. ხო და ესე კარგა კი ცივა გვარიანად აი. აი შემოვდოთ გუმბელზე. ბნელა. ისაც ბნელა. მოკლედ ეს შემოვდგი აქ. კახურია? ამას მეტიანო რა. კახური, თვითონ საჭმელი. ხაშლამა? კახურია შვილო, აბა სადაურია. ნუ ყველა შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ კახეთში განსაკუთრებულად იციან, მაგრამ გაკეთებდა განსაკუთრებულ პატივსაც სცემენ. აი გეშედა. იგეთი მაგარი ის იყო ქირურგიო რომ ხაშლამის გახმოა აწყო. აი ეგეთი რაღაც გამიგონია. მიდი შენ ამის ახურავი მომიტანე ადუღლის. სხვა იმის ხორცით არის. ანუ აი და ეგ ის ხორცია ახლა ეგ შეგით რო ჩაყარი. საკულის. ცხვრის რო ჩაყარო დაუშვოთ. როგორ? აი სხვა ცხოველის რო ჩაყარო ცხვრის. ხორი არა. ცხვარი შეიძლება, მაგრამ მოკლედ ყველაზე მაგარი არის საკულისა რა. ამას დაადგავთ, დაიწყებს რო ადუღდება. ხორცის დუღილის პროცესი ნახეთ რა. რომ ამოიღეთ, გასინჯეთ ხოლმე რომ უკვე მოხარშული იყოს. მაგას მეტი არ და კიდე რა მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის. აი ისი ჩვენება მინდოდა. უყურეთ, ჩვენა გავაკეთეთ ბლუთუსიანი კარებით, თქვენთვისაც შეგიძლიათ ბატონო დავით, გამოდი. გამოდი, ანუ გარედან აქ მოდი და აქედან გადავიხოთ. კარებზე მოვაბით აი აქ. ტროსი იყიდება. მერე მოვაბით აი აქ. წამოვიყვანეთ აქ და ეს ძველი მეთოდით არის? ჩამოგიდეთ ტვირთი. ჰა? ეს ადრეც აკეთებდნენ. რავი, შილო, ჩემი დატანჯული ეს არის ბლუთუსიანი კარები, უყურეთ. დაიხურა. ეს უკი აქეთ მოატრიალე. ანუ, ბატონო დავით გაიცია, ანუ ხომ მიხვდით არა როგორი სიტუაცია. ამას ეცი გააღებთ. სოიმის ყვირილი იყო არიქა კარიბი დახურდერαμε. გააღებთ და მე ამას მე რო ხელი გაუშვა, თვითონ დაიხურება. ჰა? კარების სიმძიმიდან გამომდინარე, ეს ბლუთუსის მამოძრავებელი შეგიძლიათ წყალი გაავსოთ რამხელაზეც გინდა. რო არ გავსო? რო არ გავსო, არ დაიხურებს, სუბუქი იქნება. თუ გინდათ რომ გაითიშოს, ამას აქ შემოდგავთ.
და всё, Bluetooth-ი გამოირთო. არა თუ გინდათ ისე Bluetooth-ი გააქტიურდეს, ხო? და ჭკვიანი კარები გახდეს. ამას ესე ტვირთს გავშხელი და კარებს თვითონ მოხურავს. ეს სახში შეგიძლიათ გააკეთოთ. სახში ახლა ის იქნება. რატო შეიძლება რაღაც ფარდული გაქვს ან რაღაცა და ვიღაცას ღიასა ტოვებს. ან შეიძლება ქათმი ვიყავს უარ გაიპარნო. ხელები დაკავდება. სახში ქათამი ვიყავს. გაუშვებ დაიკეთებ. სახში ქათამი ვიყავს. საკათმე ხო არსებობს, კაცო, რა? სახში მერე? აუ, გადამეკიდა სიტყვაზე. ისე შემთხვევ, ჩემი პარა. მიდი, აბა სახალხოთ, აბა კიდე მითხარი. სახლში? იცი რომ სახლში ქათმები საყავთ ხოლმე? კი. ხო თუ всё, ესე იგი, ეს იმ შემთხვევაში. ხო. მოკლედ, მეგობრებო, კარები შეგიძლიათ ეგრე გააკეთოთ, მაგრამ ის სიამოვნებთ. შეიძლება ერთხელ კაცმა თევზი მოიშინაურა. თევზი მოიშინაურა? ხო. რა დაარქვა? არ ვიცი. ლევანი დაარქვა, მე მახსოვს. ხო. ქართველი არ იყო. არ იყო ქართველი? არა. მაშინ ლეონ. მოკლედ, ახლა უყურეთ. ნემო რო დაარქვას. ნელა ეს ადუხდება. მე შენ ისეთ რაღაცას გაჭმევ იმის თანაფა. ეს ვადუხდება, მე გაჩვენებ და დრამატული მომენტები განვიხილოთ. ეს გავხადი, აღარ დავჭირდება. მოკლედ, მეგობრებო. დაგესდა? კაი ხანია ვხარშავთ რა. დაღამდა. კაი იყო, მაგრამ ხაშლამა ისეთი რამეა, რომ დიდი ხანი ხარშვა უნდა. მოდი ამას აქ დავდებ და ხაშლამა მწარეა? არა. ხაშლამას აი წიწაკა ხო ჩავაგდე ერთი ცალი მთლიანი. მეტი არ უნდა. შეიძლება დაუბქვავი პილპილი ჩააგდო რამოდენიც, ანუ ეგ გემოვნების ამბავია რა. ეხლა მე ბატონო დავით, შენ გაჭმევ. და ყველაზე გემრიელი მანდ ხორცია, ხო? ხორცი? ხო. რა საკვირველია ხორცი, მაგრამ ამის წვენი არანაკლებ გემრიელია. აი ეს არა გვაქვს რა ქვია. რა. ამოსაღები რა. ამითი მიჭის. მაგითი უნდა ჭამოს. მაგითი უნდა ჭამოს. მოდი ცირა. 7 ლიტრა რო ამოვიდ. სულ ყველას არ ამოვიღებ. იყოს თბილად რა ეს. არ შეცივდეს? ამას რა უნდა შეცივდეს ბიჭო. ერთ რამეს გეტყვი კიდე ხაშლამაზე ბატონო დავით. უყურე აი ესე ხოა. ხედავ რო ახანა. ეს ხო თანთალებს უყურე შეხედე. აი ის რომელი უნდა გადაიღო. ბოლოს რომელიც გაჩერდება. აი უყურე. ეს საერთოდ არ თანთალებს ზულიანი. აი ეს არის ხო უყურე. აი ეს ყველაზე ბოლო გაჩერდა. ყველაზე ბოლო თუ გაჩერდა, ესე იგი ყველაზე ნაზი ხორცი მაგაზა და ყველაზე, ჰა? ეგ წესია. არა, ეგ უკვე ესეთი შმაკობებია მაგისი რა. და კიდე ერთი წესი აქვს ამას, რომ ეს ცოტა შეცივდეს, ძალიან ცხელია. ამას კიდე ერთი ცირა წესი აქვს. თქვათ, მოაქვთ ესეთი ლანგარით ხაშლამა. შორიდანვე არც ერთ ნაჭეს თვალი არ დაადგა, თორე სხვა გადაიღებს და გული დაგწყდება, გაიგე შენ. ან კიდე იქით დადებენ, ცოტა იქით რო ვერ. მოკლედ შენამდე არ მოვა რა, სანამ აი პირდაპირ არ დაგიდებენ და უკვე რომ შეგიძლია ჩააფრინდე, მანამდე არაფერი არ უნდა მოიმოხო. ან კიდე დანით იქსი უნდა გაუგეთო და უნდა თქვა რომ ეჩები. არა, ეგრე არ გამოვა. მოდი ახლა. აუ, ახლა ღვინოს გავხსნი, ეს ღვინო არის კასპში დამზადებული, ძალიან მაგარი რა. ირმასა და კატოს ვენახი და მარანიო, აწერია. ეს არის ბიოღვინო არ არის, ბიოღვინო არის, როცა საერთოდ არანაირი შხამა არ აქვს დაყოლი და არ არის შეწამული და ეს არის შეწამული კირით და შაბიამანი და აი ეს ნიშანი, მრგვალი ნიშანი რო აქვს, ღვინოს, აი ეს ნიშანი. სპეციალური ის არის, რა ქვია, მაგათ ორგანიზაცია აქვს, მთელი წლის განმავლობაში, სადაც ღვინო მიდის, ვარგდება და შეწამლო და რამე, მონიტორინგის ქვეშანიან უყურებენ ამ ღვინოს, როგორ მზადდება და განიჭებენ იმის უფლებას, რომ აი ესეთი რაღაცა დაუყენო შენ ღვინოს. რა? ჭლერო შეჭამო უფრო კაი არის რა. არა, უყურე. ორივეს გავსინჯო. კომბინირებულად უნდა რაღაცა ჩამოვარდა. კომბინირებულად უნდა ჭამო. კომბინირებული თირას ნიშნავს? როცა ხორციც არის და ქონიც არის.
და ნამის ხონი შენ ღორის ხონი არ გეგონოს. მოკლედ შენ ჭლეთი დაიწყე და მე ნელა შეაბარე. მე რო ბავშვი ვიყავი. არც მე არ მიყვარდა ხონია რა. ისე გავხსნათ. ქალბატონი ირმას ან მეღვინო ირმა არის თვითონ. რა. ესენი არ აქვს ჭიჭა. დასუნე რა. რა, მომნახი. პურიშა. ამას ქვია ლეპაჟი. ღვინოს? არა უყურე. არის კუპაჟი, კუპაჟი ცირას ნიშნავს. ღვინოებს აყენებენ, მე ერთმანეთში ურევენ, ეგ არის ყურძენი, ანუ არიულ ღვინოებს ქვია კუპაჟი. აი შეიძლება თეთრ შავი აურო რაღაცა გამოიყონ და ლეპაჟი არის. როცა იკრიფება ერთად, ჩაიყრება, ერთად დადუღდება, კუპაჟის ფრანგული სიტყვა და ლეპაჟის ფრანგული სიტყვა. ეს არის ლეპაჟი. ერთი კითხვა მაქვს, აი შავ ღვინოს ეძახიან წითელ ღვინოს, ხო? ო. რატო ეძახიან შავ ღვინოს? არა, ეხლა შავი ღვინო არ არის, ეს არის ვარდისფერი ღვინო. რა, ეხლა შავი ფრასაც შავს ეძახიან, მაგრამ არის წითელი. ეს ღვინო. მოდი დავასხათ. აი ესეთი ფერია. ამაში არის ჩინური, გორული მწვანე და ჩინური ნაღდი ჩინური არ გეღონოთ. ხო და თავკვე, ჰა? ჩინური ნაღდი ჩინური არ ეგონოთ. არა, ჩინური ჩინებული. ესეც აღარ გვინდა. ქართლები ეძახიან. ხო, ეს გაცილდეს ახლა ნელა. ეს ნიორი აქეთ მოვიდგათ, ზოგსა სიამოვნებს ხოლმე. და აი ესა. ამ ხაშლამას კიდე სხვადასხვა ვარიაციები აქვს და ორ ვარიაციას გაჩვენენ ბატონო დავით. ხო, კიდე რა უნდა მეთქვა. ჩვენი სპონსორია USA to Georgia და ძალიან მაგარი ახალი ის დაემატათ მომსახურეობა, სადღეღამისო გახდა ყველა ის რა ფილიალი, ხო. გინდა ღამის 2-ზე მიდი, გინდა ღამის 3-ზე. კარგია. მოკლედ ბატონო დავით, აი ავიღოთ აი ეს ნაჭერი. უყურე, ამას მარილი არ აქვს. ხაშლამას მარილი არ უკეთდება. ამიტომ უნდა მოვაყარო მარილი. სუფრაზე თუ მოხვდი, ესე როგორ. ნუ აიღებ და ხო არა ეგრე. ეს ემონა ყველაფერს ნუ მოაპნევ, გაიგე მარილს. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას არ ესიამოვნოს. ესე უნდა ისრულო. შენ ახლა დიდი კულინარიული აფეთქება გელოდება, აბა გასიჯე. სადაც მარილი დავაყარე ის მოკვიჩე. სადღაც. აი რატო? აი ეს ეგრე. ეს შეჭამე. ოღონდ მაგარია. დამრაშია. ლაშია? მაშინ კიდე ხორცი მიატანე. აქ ხორცი მარილი არ აყრია. ეგ ჩემ ნებას იმას დავაყარე. ძალიან მაგარია. თან პირში დამეშალა ხაშლა. სუფრებზე არის ხოლმე? სუფრებზე არის, მაგრამ სამწუხაროდ ქელეხებში იციან. შევჭამ ხოლმე. იცი სუფრაზე იცი რატო არ აკეთებენ? დიდი ხანი უნდა გაკეთებას. სადმე ბიჭები წავიდა, მოდი ხაშლამა გავაკეთეთ, 2 საათი არავინ არ ელოდება რა. აი ამასაც აი ეს ძვალი გავაცალოთ, მაგას ხოთი თებშათ ახმარობენ ხოლმე, იმათოქია. ჩანგრად. მოდი ხა მე შენ უარესზე და უფრო მაგარ ნაჭერს მოგცე. აუ, შესაძლოა. ჰა? ერთი დაიშალა. მოდი, ეხლა მე შენ გაგას ინჯებ ნივრით. ახეჩი ციან ხოლმე რომ ერთხელ ვიყავი სადღაც და ნიორი ჯიბიდან გააძრო ტიპმა. ესენი ქალაქელები არიან, ალბათ არ ეწოდინებათო და აბა ეს ანახე. წესით უნდა აიღო და პირდაპირ ჩააფრინდი. ეხლა შენ ახან ჯელი ხარ. აბა გასინჯე. გაუმეც ნიორი უნდა ცოტა მოვასხა ამას. აი ეს. მარილი. როგორია? სასწაულია. ძალიან მაგარია. რა? მოყოლია. სულ ამას შევჭამ. აი ეს ხო არის? და ეხლა მე შენ გაჩვენებ ამის მეორე გამოყენებას. ხილის ორჩა მიბოძეთ. ესეთი უბრალოდ. მაგარი გემრიელია. მაიცა. ბატონო დავით, ეხლა ნახე.
მოდი აქ. ან იყავ შენ. უყურე ამას ამოვიღებ წვენს. თუ ეხლა საპატივცემულო სტუმრისთვის გინდა ოღონ ძალიან ზემოდან არა რა ცოტა ქვემოდანაც აიღე და ზემოდანაც რომ ქონიც ამოყოს. აх შენი. აი ეს. ხედავ წვენი ამოვიღე. დავინახე. ხო და რომ დაინახე, ახლა მენახე რა გავაკეთო. შენ ამას საერთოდ სუფრაზე არ შემოგთავაზებენ, თუ ძალიან შინაური ხალხი არ არის და ძალიან მაგრა არ უყარხართ რა. ისეთი გემრიელია? ეს ახლა ცოტა დაჭერ ოხრახუშს გავუკეთებ და ცოტა ნიორს. და უნდა ჩააწო ხორცი. არაფერი არ უნდა ჩაწო, უნდა იყო და დალიო. აი ესე. ამას მეტი არაფერი არ უნდა, მაიცა მოურიო. კარგია. ეს არის არ ნიშნავს კარგი, ეს არის სასწაული. ჰა? მარილი უნდა, კაც, ოღონდ გემოვნებით. ჯერი ჩავყარო იმას ახანს რა. ცოტა უფენი, თუ შენთვის აკეთებ შენ. აი. შენ ნებაზე. აი ესე. თუ ბევრი მარილი მომდა წვეს დავამატებ, ეგ არ არის. აბა ჯერმეშ გავსინჯო. მეტად. ამაში ჩა. ჰა? იმაში ჩა. არა, ამას უნდა შეგამება. ცხელს ხომ უღამია, ცივს ხომ უღამია. უფრო ცხელი ჯობია. ზესტი. აი ესე, ხელი მოკიდე ცხელია. და დალი. ძალიან ცხელია. აი მოსვი არა, ცხელი არ არის, ნახე. თვილად არ დაგივარდს. პური შეატანა, აი პური ჩაგბიჭი. და ეხლა ეს დალი. სასა დამეწვა, ქეუნე მიზერი ცხელია. აი, მაშინ ცოტა ხანი გაცივდეს. მოკლედ, ხაშალამას რომ გააკეთებთ ეს წვენი არ გადაღვაროთ რა. დილით პახმელიაზე მიირთვით არის სასწაული რაღაცა. შეგიძლიათ სუფრაზეც თუ შეციებულები ხართ ამაზე გემრიელ რამეს. ვერ დალებთ. სასას ვეღარ უჩვევ. ბატონო დავით, აიღე. პირი დაიწვი. დავიწვიონ მარლა მაგრად. არა, პატარაზე გარაუშავს. პირი ხომ უნდა მიეჩვენოს არჩევას. ხორცი ცივია. მიოდექი ძმაო და მიირთვი. ეს შუაზე გადაჭერია. რატო პირდაპირ შეჭამე? ეგრევე ოღონდ მომისმინე, ხო გითხარი მარილი არ აყრია მეთქი. ამიტომ მარილი თუთა ესე გადააწვინე. გადააწვინე. აჰა. მოდი. ყველა ღვინის გამკეთებელ კაცს გაუმორჩოს და ქალსაც. მეღვინეობა არ იყო საქართველოში და მეღვინე ხალხი. მარტო დალევაზე ზოგი მაგარია და თვითონაც რან გასხლა რამე რო იცოდეს მაგარი იქნება. აი ხალხს გაუმორჩოს, აი ვინც ეს ღვინო დაამზადა. ძალიან დიდ პატივს ასვევ იმ ადამიანს, ვინც ღვინოს აკეთებს და უვლის. პულს ვინც აცხობს და თაფლს ვინც აკეთებს. თუ ეგ სამი რაღაცა გაქვს, პური, ღვინო და თაფლი, დანარჩენი თუ გინდა აი ქვაზე დაჯდები და მაინც უცხალი იქნები და ჭამ. ყველა მეღვინეებს გაუმორჩოს და 8000 წელიაო ღვინოს ავწურავ და 1000 და მოყოლებული ბაბადან. ვინც კი ღვინოს აყენდა, სულ სონა იყოს და მოგონებოდ იმ ხოლმე განუკლება. აჰა, გამოფრთხილე მაინც ხოლმე ეგრევე ატაკებ. ვერ დავუაჭე ეს ქონი რა. ორ წამზე ვიდა. იძალავე. ევისავიდა. აი ეს იყო მარტივია. ხონახით რა ჩავაგდეშია, ხახვი. ოხრახუში. დაფნის ბოთოლი. მეტი არაფერი და კარგა მოხარშეთ, ამოიღეთ. წყალი ბევრი არ დაასხა და რას თავარი აი ეს 60-ის სითხი არ გადაღვაროთ. მიირთვით ცხელი. გემრიელი ძმაკაცებთან ერთად აუცილებლად კაი ღვინოსთან ერთად. არაყი ხაშლამას არ უხდება. ამით გამოგემშვიდობით, კარგად გრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.